ყველა ვადევნებდით თვალს დიდი ინტერესით და მოლოდინებით არა იმიტომ რომ ჩვენ რამე ილუზია გვაქვს რომ სამშვიდობო პროცესი დღის ხვალ დაიწყება, მაგრამ მოლოდინებით რომ რეალობის შეფასება ყოველდღიურად სულ უფრო ადეკვატური ხდება. ევროპულ მხარეს აშკარაა რომ 100%-ით გააზრებული აქვს რასთან აქვს საქმე და რომ უკრაინის მხრიდან არანაირ დათმობაზე არ შეიძლება იყოს საუბარი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უსამართლო იქნებოდა და უკრაინისთვის სახელმწიფოებრივად საზიანო, არამედ იმიტომ, რომ ეს ამ უკრაინის დათმობა ნიშნავს ამავდროულად იმას, რომ ევროპის უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, ვინაიდან ვლადიმერ პუტინს არასდროს საუმალავს თავისი მხრიდან და ახლაც არაერთხელ უთქვავს და ამ ბოლო პირობებშიც გამოიკვეთა, რომელიც მან წარუდგინა ბოლო შეხვედრისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ მას არ სურს შეჩერება, მის ინტერესში არ არის ომის დასრულება, ვიდრე ის თავის პირობებს არ დააკმაყოფილებს და ამ პირობების საბოლოო სამიზნე ევროპული გადმოსახედიდან და სამართლიანადაც არის სწორედ პირველ რიგში ევროპა, ევროპული დედაქალაქები, ევროპული უსაფრთხოება და ევროპის ღირებულებები. ამიტომ მათ იციან, რომ უკრაინა არის შუალედური თუ შუამავალი რგოლი, მაგრამ ამავდროულად ეს ომი მიმდინარეობს არა მხოლოდ ევროპის საზღვარზე და ევროპის კონტინენტზე, არამედ უშუალოდ უმიზნებს ევროპულ უსაფრთხოებას მომავალში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი მობილიზება იყო და სწორედ ამის დემონსტრირება მოხდა, როდესაც ჩვენ ვნახეთ ევროპელი ლიდერები ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში, მათი წინასწარი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპის და ზელენსკის შეხვედრის წინ სწრებად, სწორედ იმიტომ, რომ ამით დაფიქსირდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ არა მხოლოდ თავისი, არამედ საერთო ევროპული პოზიციები გააჟღერა ვაშინგტონში. შესაბამისად, ასევე ჩვენ ვხედავთ ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან და ადმინისტრაციის მხრიდან გადააზრებულ პოზიციებს იმასთან მიმართებით, თუ რეალურად რა ტიპის დიალოგი შეიძლება წარიმართებოდეს პუტინთან. მათ ძალიან ხანგრძლივი ფორა მისცეს ვლადიმერ პუტინს იმისთვის, რომ ის მაგიდასთან დამჯდარიყო და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცეცხლის შეწყვეტაზე დაეწყო საუბარი, აქამდე ეს პროცესი უსაფუძვლოდ და შედეგის გარეშე წარიმართა, ამიტომ ახლა ყველა ხედავს, რომ კონკრეტულ მოქმედებებზე გადასვლა არის საჭირო. უსაფრთხოების გარანტიებს ახსენებდით თქვენ, ამასთან დაკავშირებით საკმაოდ სენსიტიური დამოკიდებულება აქვს უკრაინას ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან ცუდი გამოცდილება იმისა, რომ ის ერთ დროს წასულია უკვე დათმობებზე, ზეპირსიტყვიერი გარანტიების სანაცვლოდ, რომლებმაც საბოლოო ჯამში საქმეზე რომ მიდგა არ იმუშავა, არ დაიცვა ის არც ერთი ომისგან, რომელიც განხორციელდა, შესაბამისად მას ახლა სასიცოცხლოდ ჭირდება უსაფრთხოების გარანტიები არა ქაღალდზე, არამედ ფაქტობრივი გარანტიები, რეალური გარანტიები, რომლის მატერიალიზება შესაძლებელი იქნება ეფექტურად. თუ ეს არის და თუ მით უმეტეს თუ უკრაინა მოლაპარაკების პროცესში და რასაკვირველია უკრაინასაც მოუწევს დათმობებზე წასვლა, მოლაპარაკების პროცესში დათმობის პირობა იქნება სწორედ ნატოზე უარი, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ საერთო დასავლური ძალებით, სწორედ ნატოს ფარგლებში არსებული ქვეყნების გაერთიანების ძალებით უნდა მოხდეს ისეთი პრაქტიკული უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება, რომელიც სამომავლოდ გამორიცხავს ნებისმიერი ტიპის აგრესიას რუსეთის მხრიდან, იმიტომ რომ ამ მოლაპარაკებების შედეგად ვიცით, რომ რუსეთის ამბიციები და ვლადიმერ პუტინის ამბიციები არ დაკმაყოფილდება. კომპრომისი ნიშნავს იმას, რომ ის შეინარჩუნებს თავის ზრახვებს და გააგრძელებს განხორციელებას, ვიდრე მას უფრო ძლიერი წინააღმდეგობა არ შეხვდება. და სწორედ აი ამ უფრო ძლიერი წინააღმდეგობის მოლოდინში ვართ ახლა, მოლოდინში იმისა, რომ ვაშინგტონი სანქციების პოლიტიკას ცოტა უფრო გაამკაცრებს და ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმში აქტიურად ჩაერთვება. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ ფრონტის ხაზი და პირველი დაცვის ხაზი გადის ევროპელ მოთამაშეებზეო, მაგრამ ჩვენც აქტიურად ჩავერთვებით და სწორედ იმიტომ, რომ ეს არის კოლექტიური უსაფრთხოების საკითხი და არა განყენებულად, რომ თუნდაც მხოლოდ ევროპის კონტინენტს. რა შეუძლებს სურველთა კოალიციას აქ? რისი რესურსი აქვს ევროპას? მით უფრო
მაშინ, როდესაც იყო ძალიან დიდი პაუზა საფრთხეების აღქმის თვალსაზრისით, ზოგადად გადააზრების თვალსაზრისით ზოგადად იყო ეს პაუზა, რაც დროს მოითხოვს, განიარაღება დროს მოითხოვს, ჩვენ ვხედავთ აი ამ საწყის ეტაპს, აი რა ძალის ჩვენება შეუძლია ახლა მსურველთა კოალიციას, მით უფრო მაშინ, როდესაც ვხედავთ მაინც ტრამპის არა ერთგვაროვან პოზიციებს. მსურველთა კოალიცია საერთოდ რომ ასეთი შეიქმნა, უკვე ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური მზაობა და პოლიტიკური შეფასება ვითარების არის რეალური, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს განსხვავებული მაგალითები, ჩვენ გვახსოვს 2008 წლის მაგალითი, გვახსოვს შემდგომ 2014 წლის მაგალითი, როდესაც არც ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელ ადმინისტრაციებს და არც ევროპელ დედაქალაქებს გააზრებული არ ჰქონდათ, რომ ეს არის ომი სწორედ დასავლეთის და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ, რომ ეს ომი არ იყო უშუალოდ საქართველოს წინააღმდეგ, ან არ იყო უკრაინის წინააღმდეგ მიმართული, მათ ძალიან ბევრი დრო დაჭირდათ და ეს დრო დაიკარგა არა მხოლოდ უშუალოდ იმ ქვეყნების ხარჯზე, რომლებიც სამიზნე გავხდით, არამედ მათ შორის ევროპელების ხარჯზეც, რომლებმაც არა მხოლოდ დრო, არამედ ძალიან დიდი რესურსი ჩადეს იმ რუსეთის გაძლიერებაში, რომელსაც ჩვენ დღეს ვუყურებთ უკრაინაში. რუსეთის, რომელიც აბსოლუტურად ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ მმართველობაზე დგას, რომლის ფინანსური შესაძლებლობები არის არა სახელმწიფო, არამედ არის სწორედ ავტორიტარული მმართველობის ერთპიროვნული და ერთპარტიული თუ რაღაც ვერტიკალური ძალაუფლების მიმოქცევის ფარგლებში, სადაც დასავლეთი ძალიან დიდხანს აი ამ მათ არალეგალურ თუ კორუმპირებულ ჯიბეებს ავსებდა, სწორედ იმიტომ, რომ მათ არ გადახედეს ფინანსურ თუ ენერგეტიკულ ხელშეკრულებებს ქვეყანასთან, რომელიც აგრესორი იყო 2008 წელს და 2014 წელს და მათ იცოდნენ, რომ ამ მაგალითებით იქ არ შეჩერდებოდა ვლადიმერ პუტინი, სადაც ის ამბობდა, რომ არ შეჩერდება. ამიტომ კი უდაოდ ბევრი დრო დაიკარგა, სწორედ ამის შედეგია, რომ ეს მსურველთა კოალიცია შეიქმნა, ამავდროულად იმის შედეგია, რომ როგორც თქვენ ამბობთ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან თავდაპირველად არა აუცილებლად ერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა, ამიტომ ევროპამ იგრძნო სიმძიმის ძალა და პასუხისმგებლობა, რომ ახლა ფრონტის ხაზზე უნდა იყოს თავად. ასევე დრო ჭირდება მას, რომ ძალები მოიკრიფოს, იმიტომ რომ ის ამისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში მზად არ იყო. ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა სავალდებულო სამხედრო სამსახურზე, წამყვანმა ქვეყნებმა, მაგალითად როგორიც არის გერმანია, მათ უარი თქვეს მათ დიდწილად პაციფისტური პოლიტიკა აწარმოეს ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ისინი თვლიდნენ, რომ მშვიდობამ უკვე დაისადგურა ევროპის კონტინენტზე და ამაში ძალისხმევის გადასროლა აღარ იყო აუცილებელი და იმიტომ რომ დიდწილად მიენდნენ სწორედ ნატოს იმ წევრ ქვეყნებს, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც გამწევძალად მოიაზრებოდნენ. რატოჩიც მოხდა პოლიტიკის გადააზრება თუ გადაფასება ვაშინგტონში, ევროპა პრაქტიკულად დაუცველი აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ ხდება ახლა, რომ ეს მსურველთა კოალიცია იქმნება, რომელიც ახლა იცავს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საკუთარ თავს და საკუთარ მომავალს, საკუთარ მშვიდობას და საკუთარ უსაფრთხოებას. მათი რესურსი არის, მათ ევროპაში დიდი რესურსია, მათ შეუძლიათ ძალების მობილიზება, არის ქვეყნები, რომლებიც გამწევი ძალა არიან, მათ შორის ბირთვული რესურსით, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ასე დღეს და ხვალ აი ამ რესურსის სწრაფი მობილიზება არ ხდება მაშინ, როდესაც ცხელი ომის შეჩერების ფაზაზე არის საუბარი. ამიტომ იქ იმ სახელმწიფოების ჩართულობა საჭირო, რომელსაც უშუალოდ და ამ წუთას ბერკეტები უჭირავთ ხელში. ევროპას შეუძლია მოემზადოს, ევროპას შეუძლია რამდენიმე წელიწადში იყოს ძალიან კარგად და შემართებით მომზადებული იმისთვის, რომ რუსეთმა ვერ გაბედოს მათ იერიშის მიტანა, მაგრამ ვიდრე ახლა ის მუხარები ძალაშია, რომ რუსეთი სამიზნედ გამოიყენებს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, სამიზნედ გამოიყენებს პოლონეთს და შემდგომ შეეცდება წინ წავიდეს, ამისთვის ასმყისიერად ევროპა დღეს მზად არ არის და ამიტომ არის სწორედ ვაშინგტონის აქტიური მონაწილეობა, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და ამ გადმოსახედიდან
ამ გადმოსახედიდან დასაფასებელია ის კაცრი რიტორიკა, რომელიც ჩვენ ვაშინგტონში მოვისმინეთ. თავარია რომ ახლა რიტორიკაზე არ შეჩერდეს ეს გადაწყვეტილებები და როდესაც უსაფრთხოების მექანიზმებზე არის საუბარი, რეალური უსაფრთხოების მექანიზმები შეიქმნას, ეს ერთი, რომელიც დაიცავს ევროპის საზღვრებს, მათ შორის პირველ რიგში უკრაინაში, რომ არ მოხდეს უკრაინაზე ზეწოლა, რომ ის წავიდეს ისეთ დათმობებზე, რომელიც შემდგომ საზიანო აღმოჩნდება გეოპოლიტიკური ძალიან ბევრი მოთამაშესთვის და ძალიან ბევრი სახელმწიფოსთვის რისკის შემცველი იქნება. და არ მოხდეს აგრესორის გადაფასება და მისთვის ისეთი უპირატესობის მინიჭება, რომელიც მას შემდგომში კიდევ მეტად ხელს გაუხსნეს, იმიტომ რომ დღეის მდგომარეობით არსებითი არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ცნობიერების ელემენტი, რომ რუსეთი არ შეჩერდება ვიდრე მას აქვს ის ძალაუფლება, რომელიც მას აქვს. მას ეს ძალაუფლების ფუნდამენტი უნდა გამოეცალოს, უნდა მოხდეს რუსეთის დასუსტება კოლექტიური ძალისხმევით, იმიტომ რომ ის არის აგრესორი, იმიტომ რომ ის არიხევს უკან თავის იმპერიალისტური ზრახვებისგან და შემდგომ უკვე უნდა შემუშავდეს ძალიან ეფექტური შემაკავებელი მექანიზმები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერასდროს ვერ ავიცილებთ თავიდან, რომ რუსეთი ყოველ ჯერზე ახალ სამიზნეს ამოიღებს და წინ წაიწევს, ვიდრე ის არ დაასრულებს აი თავისი გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული არეალის შემოფარგლას, რომლითაც ის 2007 წელს მიუნხენში დაემუქრა მსოფლიოს. ეს არის ამომავალი წერტილი, ყველაფერი იცის, ძალიან აშკარა ყველა მოთამაშის თუ მოლაპარაკების მაგიდასთან მსხვერპლი მხარის мотиваცია, რაც არის გამსაზღვრელი ამ შემთხვევაში, ყველამ ვიცით რა мотиваცია ამოძრავებს ვლადიმერ პუტინს, ყველამ ვიცით რომ ზელენსკის უნდა ცეცხლის შეწყვეტა და გრძელვადიანი მშვიდობა, დონალდ ტრამპს უნდა ცეცხლის შეწყვეტა სწრაფად და ვლადიმერ პუტინს არ უნდა ომის შეჩერება. შესაბამისად, ყველაფერი იცის, ყველამ თავის შესაძლებლობები იცის, ახლა მოქმედების